მოგესალმებით მეგობრებო, იწყება დიდი გადაცემა. ჩვენ ბატონი გია ვოლსკი ყავს სტუმრად, ხშირი სტუმარია ჩვენი, დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ხშირად ბრძანდებით ჩვენთან სტუმრად. რუბიოთი უნდა დავიწყოთ მეგობრებო, სხვა გზა არ აგვაქვს. ბატონი გია დიპლომატია, გაეროში მუშაობდა წლებია, იცის ამერიკული შიგთავსი მეტნაკლებად. რას ჰქონდა ადგილი? მე ერთი რამ გავიგე ზუსტად, რომ რუბიომ უთხრა საზოგადოებას პრაქტიკულად, რომ ამ რეგიონზე არ არიან ჩამოყალიბებული და საერთოდ აინტერესებთ თუ არა ეს რეგიონი, ეგეც გადასაწყვეტია, ესეთი დიპლომატიური პასუხი გასცა. გთხოვთ, აი თქვენ ხო, აწილობრივი დაგეთახმებით, იმიტომ რომ თქვა რომ აზერბაიჯანი საინტერესოა და მართლობის რაფორმაც არ უნდა იყოს, თქვენ მოგწონთ თუ არ მოგწონთ აზერბაიჯანთან დაკავშირებით თქვა. ეგ ამოიღეს მე როდესაც ჟივილ-ხივილი რო ქონდათ ეს რა თქვაო. ჩვენ ეგრეთ წოდებულ ოპონენტებს. მან ისე თქვა რომ აზერბაიჯანთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა აზრები იყოს მართლობის ფორმასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობა ამ რეგიონში. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ არა ვართ ჩამოყალიბებული, მაგრამ რა უნდა ეთქვა, თუნდაც იგივე ტერმინოლოგია რო ეხმარა, როგორც აზერბაიჯანთან მიმართებაში, ამას ვერ შეძლებდა, იმიტომ რომ მივიდა იმ კონგრესში, სადაც ლამის წინადღეს მიიღეს მეგობარი აქტი. მართალია იქ ბევრი ამ აქტის წინააღმდეგი იყო, მაგრამ უმეტესობამ მხარი დაუჭირა. აქედან გამომდინარე დიპლომატიურად რასაკვირველია ჩამოყალიბებული პასუხი გასცა და რეალობაშიც ეგრეა. სოფლიოში პროცესები, რომელიც მიდის და თუნდაც რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების პროცესი, რასაკვირველია აქ საქართველოს თემაშია, საქართველოს თემა, მაგრამ არავის არ უნდა ქონდეს ილუზია, რომ ვინმეს რომელიმეს ქვეყნებს აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ შეიძლება ყველა ქვეყანა შევიყვანო ამ სიაში. რომ ანაღლებდეს ის საქართველო იქნება თუ არ იქნება საერთოდ დედამიწაზე იარსებებს თუ არ იარსებებს. იმხელა ფსონებია დღეს მსოფლიოში, როგორც არ ყოფილა არასოდეს არც პირველი მსოფლიო ომის წინ, არც მეორე მსოფლიო ომის წინ და მეორე მსოფლიო ომის მერე, როდესაც მიდიოდა მსოფლიოს გადანაწილება. აი ამ სიტუაციაში ერთადერთი დიპლომატიური და სწორი პასუხი ეგ არის, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით რასაკვირველია ჩვენ და ვერც ჩვენ რო გქონდეს რესურსი ვერ შევეგუებით მათ, ვინ ჩვენ წინააღმდეგ ილაშქრებს, ისევე როგორც ქართველი იტყოდა შესაბამის ვითარებაში, მაგრამ რეალურად ეს საკითხი გარკვეულ შესწავლას მოითხოვს. ცოტა უცნაურად თქვა, მე ტექსტი ინგლისურადაც წავიკითხე, მე თარგმანიც ვნახე. საქართველოს საერთოდ არ მოიხსენია, იმიტომ რომ გვაქვს უფლებაო დიდ ქვეყანაშიო შევეგუოთ ანტიამერიკულ განწყობებს. რაღაც ბუნდოვნა თქვა, ძალიან ბუნდოვნა. ხო, არის ამაში გულისხმობდა საქართველოს. ბუნდოვანება შეგვიძლია ამ შემთხვევაში ვიხმაროთ სინონიმად დიპლომატიურ. კი, ანუ არ არის ჩამოყალიბებული მართველი ვერც იქნება, იცით, აქ არ არის სამმხრივი დამოკიდებულება და ვერავინ ვერ გაიგო, იმიტომ რომ ყოველდღიურად იცვლება თუნდაც რიტორიკა. მაგალითად ზელენსკის მიმართ რიტორიკა, იგივე რაც რუბიოს ჰქონდა. ზელენსკის მიმართ რიტორიკა, რომელიც გამოყენებული იქნა, ყველას ეგონა რომ იქნებოდა დასაბამი იმისა, რომ ზელენსკი საერთოდ აღარ იქნებოდა მეორე თუ არა მესამე დღეს, ხო, მესეა. კი, რიტორიკა, რომელიც გამოიყენეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ, თუნდაც ილონ მასკმა, რომ ხვალვე უნდა წავიდეს, ვინაიდან არის დამნაშავე. არის მეორე საკითხი, რომელიც პრაგმატიზმის ადრე ვთქვია აქაც და სხვაგანაც და მე მგონი ეს ტერმინი ზუსტად მიესადაგება იმ ვითარებას, რაც არის დღეს მსოფლიოში. ეს არის ძალიან უკიდურესად სივსეცხრიანი პრაგმატიზმი. პრაგმატიზმი ყოველთვის ახასიათებდა, მაგრამ ესეთი არასდროს ყოფილა. ძალიან ძლიერად მიდის წინ ტექნოლოგიების მიმართულებით ჩინეთი. და აქ ასაწონია ჩინეთთან დაპირისპირება ჯობია თუ ჯობია საერთო ენის გამონახვა და ეს გააკეთა განცხადება ტრამპმა. ყველას ეგონა რომ დამთავრდა 155%-იანი ტარიფები უნდა დაადოს ჩინეთს და აღმოჩნდა რომ 90 დღე ჩვენთვის საკმარისია რომ
განსაზღვრო თუ ერთმანეთთან თანამშრომლობის მიმართულებები და ტარიფები დატოვა მინიმალურ დონეზე. და დღეს გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპასო მე არ ვაპატიებოდა ტარიფებს 45%-მდე ავწევო. წარმოიდგინეთ ახლა, ჩვენ ნიშნის მოგებით კი არ უნდა ველაპარაკოთ, აი ევროპა ჩვენ ბრიუსელი ესე ცუდად გვექცევა და სამოგიეროდ, აი ტრამპმა რა უთხრა ბრიუსელს. აი ეს სცენარი აი ესეთი, რომ იმან ესე უთხრა, ამან ეს უპასუხა, არის ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპონენტების ერთ-ერთი რაღაცა манипуляციის საფუძველი, მაგრამ რეალურად ხო ხდება განსაკუთრებით ჩვენი მაყურებელი, მოდი ესე ვთქვათ რა, სხვა ინტელექტუალური დონეა, იცით? აქ მე ვფიქრობ, რომ საგანგებოდ უნდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ არავითარი დაბნეულობა მიუხედავად ეს უშველებელი პოლარული განსხვავებებისა აი ამ გამონათქვამებში არ არსებობს. ეს არის პრაგმატიზმის გამოვლინება და მიზანმიმართული მუშაობა. მოდი ასე ვთქვათ, უკრაინის პრობლემა, საიდან გაჩნდა ტრამპი ამას ამბობს, რომ წინა ადმინისტრაცია და არა მარტო წინა, წლების განმავლობაში უკრაინისგან აყალიბებდნენ ანტი-რუსეთს. და ეს პროექტი ჩავარდა პრაქტიკულად. თქვა? კი, ჩავარდა. ეხლა იმ დროს, როცა რუსეთთან მოლაპარაკება, მე დარწმუნებული ვარ, თავარი თემა უკრაინაც კი არ არის. ბევრი სხვა თემა იქნება განსახილავი რა, ტრამპსა და პუტინს შორის. საქართველოზე რამე თქვა და რაღაცნაირად ანტირუსეთის პროექტს ქართულს ხარი დაუჭირო, არ გამოვა, შანსი არ არის. ეს ხო ცხადია რა, იმიტომ რომ ლაპარაკობენ ხო რუსეთთან ეხლა. იმიტომ არ დაუძახა სამხედრო დამნაშავე, არ უწოდა მიუხედავად დაჟნებული მოთხოვნისა, ხო? არა, პირიქით. პირიქით, ხო. თქვა რომ პუტინიო მართალია, გახსოვთ რა ამბობდა? კი, მაგრამ რუსეთმა აგერ გერმანია დაამარცხა და ნაპოლეონი დაამარცხა, ჰიტლერი და თქვენ რატო შეხვედით იმ ომში, რომელსაც ვერ იგებდით? ტყვილი დაპირება იყო ნატო. რუსეთის ფედერაციას რუბიომ თქვა კიდევ. რო ამბობენ რუბიომ საქართველოსთან დაკავშირებით ესე თქვა და კიდევ ერთხელ ჟივილ-ხივილი ატეხეს. რუბიომ ისიც თქვა, რომ რუსეთს ჩვენ ვერ დაუწესებთ სანქციებს, ვინაიდან სანქციების დაწესება ან სანქციების დაწესების მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოლაპარაკების პროცესიდან უნდა გამოვიდეთ. აქედან გამომდინარე, დიდია თუ პატარა, საქართველოს თავის მოცულობით არის საგანგებოდ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობას. და ჩვენ ზუსტად ამის იმედი მაქვს, რომ აი ამ ხნის განმავლობაში, სანამ ომი მიდის, სანამ ეს მოლაპარაკებებია, მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგავს ამერიკის ადმინისტრაცია, არც ერთი მიმართულებით სხვათა შორის, მაგრამ აქ ანტირუსული პროექტის ხარდაჭერას არ დაიწყებს, იმიტომ რომ ეს მათ პრაგმატულ კურსში არანაირად არ ეწერება. იცით რა არის, ახლა მეორე მხრივ მოდი გავაანალიზოთ რუსეთის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მიმართ ამ მხრივ ატარებს. ეს მასშტაბური ვერც იქნება საქართველოს ზომებიდან გამომდინარე, ეკონომიკური თანამშრომლობის რაღაც ფორმა არსებობს, როდესაც რუსეთი არა სიყვარულით გიგზავნის და ვაჭრობს შენთან, მაგალითად ფქვილით რა, სტრატეგიული პროდუქტი. იაფი ფქვილი. ხო, გასაგებია, მაგრამ რეალურად უჭირავს ის ბალანსი, როგორცაც ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ესე ვთქვათ, მაგრამ შენ რო იმის ადგილას იყო, ზუსტად ეგრე მოიქცეოდი სხვანაირად. 20% ტერიტორიების ოკუპირებული აქვს. 10 თუ მეტი სამხედრო ობიექტი აქვს და სარაკეტო კომპლექსები უდგას. ეს როგორც ამბობენ რუსები, ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ უდრის სერიოზულ აგრესიას. ჩვენ როცა ვეუბნებოდით წინა ადმინისტრაციას, რომ ჩვენ ეს საფრთხე რეალური გვაქვს, განა იმიტომ რომ აქ ემოცია, აქ ზიზღია, ან სიყვარულია, ან რაღაც თემა ბოლოს და ბოლოს 13 წელია ხელისუფლებაში ვართ და რა დაინახეთ ისეთი რომ რუსეთმა სიკეთე გააკეთა, გარდა იმისა რომ მართულ ხლარტებს ინტენსივობით არაკეთებს, როგორც ჩვენ წარმოგედგინა რომ გააკეთებდა რა, ასე თუ ისე შენელებული აქვს, მაგრამ რა დაგვითმო? ერთხელ მაინც 13 წლის მანძილზე, ხო? რომ შენ ეჭვი გაგჩენოდა, რომ აქ რაღაც ხო არ არის კონსპირაციული მოლაპარაკება და მეორე, რომელი ნაბიჯი გადავდგით 2012 წლიდან მოყოლებული ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საპირისპიროდ. განა იმიტომ რომ კაი ბიჭები ვართ.
ან ერთი ან მეორე შემთხვევაში ჩვენ მოქმედებთ პრაგმატულობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ დავანებოთ თავი იმას რომ აქ პატრიოტიზმის თემა რასაკურველი არის როგორ არ არის ტრადიციის მიმართ პატივისცემა როგორ არ არის მაგრამ ეხლა ამ თემებში ნუ განვავითარებთ მაგრამ პრაგმატული დამოკიდებულება საკითხების მიმართ პროფესიონალიზმი თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ცოდნა შორსწრეტელობა დავარქვათ არ მინდა ტიფერამბი გამომივიდეს მაგრამ ასია თვითონაც არ უყვარს ხო განაპირობებს იმას რომ ამდენი ხნის განმავლობაში შევინარჩუნეთ სტაბილურობა ხშირად ვიმეორებ და უფრო ხშირად უნდა გავიმეოროთ და რამდენი გამოწვევებია წარმოიდგინეთ რა აქ ამხელა ომი მიმდინარეობს ასეა თუ ისეა კი არ არის მთავარი თემა მაგრამ ეს უშუალებელი ინვესტიცია ჭირდება სასარგებლო წიაღისეულის დამუშავება რომ დაიწყოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ეს ცოტა შორეულ პერსპექტივაში ჩანს თუ ჩანს საერთოდ მაგრამ მეორე მხრივ უკვე დამუშავებული და უკვე არსებული რუსეთის იქით კიდე შუა აზია იქით კიდე ჩინეთი უშუალებელი რესურსით და 9 ტრილიონი დოლარის ყოველწლიური ვაჭრობით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მეორე 9 ტრილიონი თუ მეტი არა, ევროპას აქვს. 1,5 ტრილიონით ვაჭრობენ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ჩინეთთან. რუსეთს რო თავი დავალებოთ. და წარმოიდგინე ამ ხელა რესურსის მქონე რუსეთი თავის დროზე, მაშინ როცა შეიქმნა, როცა დამუშავება დაიწყო ამ წიაღისეულის, თუნდაც კასპიის ზღვის წიაღისეულის, მაშინვე გახდა სამიზნე და deep state-ი დავარქვათ თუნდაც. მაშინვე მიდიოდა კი ბატონო ბრიტანეთი. დიდი თამაში ასეთი ცნობილი ბრიტანეთი. მოდი ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეცინაამდეგე ბრიტანეთი. როკფელერი შემოვიდა საბჭოთა კავშირის პირველი მხარდაჭერი შემოიტანა ყირიმის პროცესიც იქიდან წამოვიდა, ხო? რომ ყირიმი ჩადეს როგორც გარანტია და ასე შემდეგ. ანუ ეს პრაგმატიზმი არასდროს არ მოშლია მსოფლიოს არც deep state-ი და არც უშუალებელი რესურსების ფლობელთა გავლენა ზოგადად პოლიტიკაზე. აი ამ ვითარებაში მოვიდა ტრამპი. და ამბობს რომ ეს რასაც აკეთებდა ჩემი წინა ადმინისტრაცია არის დანაშაული უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. დააშინასავით აი ზეწოლამ ხელების ამოტრიალებამ ცალკეულ შემთხვევაში საშუალება მისცა თავისი პოლიტიკის აგრესიულად განხორციელების. ეგრეა. საწინააღმდეგოს ვერავინ იტყვის. თუმცა აი ტრამპის 100 დღეც გავიდა ხელშესახები წარმატებები აი ბოლო ვიზიტი არ ითვლება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფული წამოიღო, ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა არაბეთში. და ტრილიონები ძალიან დიდი ფული, ძალიან და ინვესტიცია წამოიღო, ვინმეს არ ეგონოს რომ იქ ფული აჩუქეს. ინვესტიცია წამოიღო ომხრივად სასარგებლო პროექტები განახორციელა და ეს იყო მეგონი ყველაზე დიდი გამარჯვება ტრამპის და თუმცა აი რაღაც საკითხები ვერ დაძრა, ხო? მაგალითად საზღვარი ვერ მოაწესრიგა კარგად, ემიგრანტები ვერ გამოყარა, ანუ პირობას იძლეოდა კანადა ვერ დაითრია, ხო, გრენლანდიას და უნდოდა კი კანადის დათრევა. იქნებ უნდოდა რომ რაღაცა advantage უპირატესობის მოპოვების უპირატეს პოზიციაში ჩადგომა. გრენლანდიას რაც შეეხება, უცებ გადავედით იქით. გრენლანდიასთან დაკავშირებით. ეხლა იქ ყინულმა დნობა დაიწყო, იქ საზღვაო მიმოსვლა ინტენსიური გახდა. იქ უშუალებელი რესურსია, ენერგორესურსი. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უშუალებელი ბაზა აქვს სამხედრო ბაზა გრენლანდიაში. ამერიკას კი. აქედან გამომდინარე, თემა თვითონ ის, რომ გრენლანდია მე უნდა მომცეთ, იყო გარკვეული ინდიკატორი იმისა, თუ როგორ მოიქცეოდა ამასთან დაკავშირებით ევროგაერთიანება, რომლის ნაწილია დანია, ხო? გამოვიდა მაკრონი და თქვა, რომ ჩვენ ევროკავშირის საზღვრებს დავიცავთ და თუ საჭიროა ფიზიკურადაც, სამხედრო ძალებითაც დავიცავთ. ანუ ისეთი სიტუაცია შექმნა
აი როგორ და მართული არეულობა, რომელშიც ნაწილ იღებს გარკვეულ შესაბამის მართვადი ქაოსი. ხო, მართვადი ქაოსი ხო, ნუ ალბათ რა, მაგრამ აი ნელ-ნელა იღებს თავისთვის სასარგებლო განვითარებებს და თუ ომი არ მორჩა 24 დღეში, ნუ რავინ ნუ იტყვის, რომ ეს მისი რაღაცა დამარცხებაა. როგორ უნდა მორჩეს? ერთ რამეს სწორს ამბობს, თავისი ამოცანები და ადამიანები იხოცებიან ახალგაზრდა ბიჭები. მთელი გენოფონდი. ეხლა ისევ საქართველოზე დავბრუნდეთ. როდესაც ჩვენ გადავდივართ საერთაშორისო რაღაც ვითარებაზე, იქ გრენლანდია შევხედეთ. პაკისტანი, ინდოეთის დაპირისპირება. დაეხმარა ინდოეთს. ამ დროს ინდოეთი ბრიქსის წევრია. იქით რუსეთი გააფრთხილა, რომ ბრიქსის ერთ-ერთი წევრი ჩემზეა დამოკიდებული და არა მარტო შენზე. და მიდის ეს ინტენსიური მოლაპარაკების პროცესი. ისეთი, რომელზეც მხოლოდ წარმოდგენა არ აქვს დეტალებზე, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ და ამოვირჩიოთ ოქროს შუალედი, რა უნდა ვქნათ. აი ეს საინტერესო აი რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ კი შენ ქვეყნის შიგნით ყავს ადამიანების დიდი ჯგუფია რა ადამიანების, რომლებიც პრაქტიკულად ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთესი მარიონეტი იქნება ამჯერად ბრიუსელის ამჯერად. და ეხლა კიდე ცდილობენ, რომ ერთი გააკეთეს სპეციალურად ნაკარნახები სვლა იყო, რომ ამერიკული დროშა დაიჭირეს ხელში, თორე სად გინახავთ აქამდე. სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელიც ხელფას იღებს რეგიონალური პროექტების, არა, მაკეინის ინსტიტუტიდან, ხო? არის სტიპენდიანტი. ამ დროს მაკეინის ინსტიტუტის გლობალური პროექტების ხელმძღვანელი, მთავარი წამყვანი ძალა, ტრამპს ეძახის დამნაშავეს და მოძალადეს. აქედან გამომდინარე ნახეთ ეხლა როგორ ფიქრობენ ისინი, ვინც ამათ გამოყენებას ცდილობს, ხო? მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას იძახდა გუშინ. რა თქვა სააკაშვილმა ტრამპთან დაკავშირებით, რა თქვა გვარამიამ ტრამპთან დაკავშირებით, ვერ გაემეორებ ამ სტუდიაში. ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა. დღეს ვიღაცა ცდილობს ამ შემთხვევაში ვილსონი, რომ ეს სიტუაცია სხვანაირად დახატოს და სათაურიც კი შეუცვალა რეზოლუციას. დაარქვა իրანის, ჩინეთის და რუსეთის გავლენის ამის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი. არიან თქვათ სენატორები ან კონგრესმენები, რომელიღაც შტატებიდან უშუალებელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ასეთი სათაურით შემოთავაზებული რეზოლუცია მათთვის არ არის მიუღებელი. და დავბრუნდით რუბიოს პასუხზე. აი ამ ვითარებაში ერთადერთი რაც შეიძლება ეთქვა სახელმწიფო დიპლომატს სახელმწიფო მდივანს არის ის რაც თქვა. ჩვენ შეგნით დავბრუნდეთ ახლა შეგნით რა ხდება. ჩვენ შეგნით ისეთი ვითარება გვაქვს შექმნილი, როდესაც ეს ადამიანები, აი ვინც არის, აი ამ არ ვიცი რა დავარქვა ოპონენტები, პოლიტიკური პარტიები, ესენი აგენტები და ნუ აგენტურა რა ფაქტობრივი აგენტურა ხო მე უფრო უარესი ხო მაგრამ აი აგენტურაც ვერ არის მესამე კოლონა რა ვიცი ხო რაღაც კოლონა მეხუთე კოლონა ხო მეხუთე კოლონა აღოთ ის არ არის რა წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია რაც დღეს საქართველოშია რამდენად მყიფია იმისათვის რომ ჩვენ აი უკან დავიხიოთ, ან უკან გადავდგათ ნაბიჯი, ეს რღვევის პროცესი იქნება, გრევის პროცესი, რომელიც არის იქნება შეუქცევადი. აქედან გამომდინარეა ხალხის აბსოლუტური ვერ ვიტყვი ყველასი, მაგრამ უდიდესი რაოდენობის სწორი პოზიცია აქედან გამომდინარეობს. და რა იქიდან ასაც ესენი ამბობენ რომ ხდება ზეწოლა და ვიღაც შანტაჟი და ინტრიგები და ასე შემდეგ. რეალურად ამასთან დაკავშირებით შეიძლება რაღაცა დაიწეროს სტატია, თქვათ, იმიმოხილა. და მეორე დღეს ეს სტატია არ გამოდგეს რელევანტური. ხო, ისეთი პროცესები მიმდინარეობს
ჩვენ ახლა თავარი თემები ავიღეთ. ხო, მე მგონი რომ აი Deep State ის ჯგუფი, რომელსაც გლობალისტები ესე დავარქვათ, ხო? საქართველოშიც მოქმედებენ, ანუ ძალიან ბევრი ევროპის ქვეყანაში იმოქმედეს, რუმინეთში იმოქმედეს, ხო, უყურებთ როგორ ქონდა ცდელობა რაღაც გადატრიალების თუ რაღაც სერბეთში, აგერ ორბანთან რაღაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიან. ეს არაფერი არ გაჩერებულა, ეს არა, ხო, მიმდინარეობს უწყვეტი პროცესი მიდის და ეს ევროპაც და ზოგიერთი ამერიკაში მყოფი პირიც ერევა. საქართველოში მათ უნდათ სწორედ ასეთი ფოთის შემოტანა, რომ სანამ საკითხი გადაწყდება დიდი ქვეყნების მიერ, ჩინეთის, რუსეთის და ამერიკის მიერ უნდა გადაწყდეს ეს. ასეა, ასე იქნება. სანამ აი ამ გადაწყვეტამდე ქვეყანა მივიდეს დემორალიზებული არეული. აი ეს არის მე მგონი თავარი სუსტად მივიდეს. საქართველოს მივიდეს სუსტად. გატეხილი, ხო, როცა აქ რაღაცა დეზინტეგრაციის პროცესები თავრობის ჩამოშლის თუ ასე შემდეგ, აი ეს არის ამოცანა. ანუ ბოლომდე რეჟიმ ჩეინჯი აღარ არის ჩემი აზრით, მაგრამ აი მუდმივი არეულობა, აი რატო დაიჩემეს რუსთაველის გადაკეტვა, ხო? აი მუდმივი რაღაცა პატარა ბოლი უნდა ამოდიოდეს სულ. ეგ არის. რომ ფიჩხი შეუკეთობენ. ხო, ნუ ახლა ვითარების დახასიათება მეცი ვერც ვიცით გარკვეულწილად თქვენი მაყურებლის კონტინგენტი და ვერც ვაკადრებ რომ ის აუხსდა რას ნიშნავს ეს ქუჩის გადაკეტვების მუდმივი ეს პროცესი. შექმნა ხო, ნუ გასაგე შექმნა, რატო გაარტყა პოლიციელს მაგალითად. მე არ მგონია რომ ეს ემოციური გამოხდომა იყო. რატო მოიხსნა მაშინ მელიამ რატო არ გადაიხადა გირაო? ხო, რატო არ გადაიხადა გირაო? იმიტომ რომ აი ეს უსაშინლესი ფაქტები, რომელიც ამ საგამოძიებო კომისიამ გამოამჟღავნა, გახდა მთავარი თემა, სამსჯელო. ბევრმა ადამიანმა გადახედა, ახალგაზრდები განცვიფრებულები არიან, ვინც უყურებს. ამ თემის გადაფარვა რითი შეიძლება? შეიძლება იმითი რომ ვიღაცა იქ არ მიდის. ვიღაცა არ მიდის, იმიტომ რომ პასუხები არ აქვს იმ საშინელ კითხვებზე, რომელსაც სვავენ, ხო? და ურჩევნია წავიდეს იქით რა, იქ ზღაპარში რო არის, აქეთ წახვალ მოკლავენ, იქით ფეხს დაკარგავენ. ციხეში თავის შენახვა. მეაჩნიათ რომ აქეთ ხარეს უფრო მეტი შანსი აქვს რომ პოლიტიკური გმირობა მოიპოვონ. და მათ შორის ყველაზე დამაფიქრებელი რაც არის, მათ შორის არ არის ადამიანები, ვისაც თუნდაც გარედან შეიძლება ფსონი დადო ისეთი, რომ დარწმუნებული იყო, რომ ეს ადამიანი ქვეყანაში პოპულარულია, აიღებს სადავეებს ხელში და თუნდაც მოემსახურება ფონ დერ ლაიანის ინსტრუქციებს. ხარისხიანად მოემსახურებს. თვითონ ფონ დერ ლაიანსაც პრობლემები აქვს. ბრიუსელის ბიუროკრატიას ესე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ ქვეყნები თითქოს დაიკარგა იქ რაღაც ბიუროკრატია მართავს სიტუაციას. რასაც ტრამპიც ამბობს სხვათა შორის. აი ამ ვითარებაში ეს ადამიანები არ არიან აქ ისეთი ლიდერები. ეხლა დაიწყეს პატა ბურჭულაძესგან ლიდერის გამოჭედვა, რომელიც რეალურად გუშინ პუტინს უმღეროდა და მართლა უმღეროდა, ხო, არ ვწდებით? და არა, იდიოტია, უბრალოდ იდიოტია. ხო, რეალურად, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა, იდიოტია. გასაგებია, სალომე ზურაბიშვილი მეორე პლატფორმა შექმნეს. სააკაშვილის მოშორება უნდათ, იმიტომ რომ ეს სიცხლი ვერ მოიშორა. სიცხლი სუნი დგას აი ამ გაერთიანებაში. და სალომე ზურაბიშვილს უკვე გადაედო და დროზე მოაცილეს, მაგრამ ვერ ქმნიან გმირს, ვერ ქმნიან ლიდერს. აქედან გამომდინარე საფრთხე რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ისიც. იქნება არც უნდათ ლიდერი შექმნა. იქნება უნდათ დროებითი რაღაცა, გაერთიანება, რომელიც გადადგავს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს იძულებულს გახდის თავისი ძალების დივერსიფიცირება მოახდინოს სამხრეთ კავკასიისკენ. ან მუდმივი დაძაბულობის კერა შექმნას, აი როგორც თქვი, დაასუსტოს ქვეყანა. იმიტომ რომ როცა საკითხის გადაწყვეტაზე მივა, ხო, საკითხის გადაწყვეტაზე მივა, საქართველოს ფორმაში უნდა იყოს, საქართველოს უნდა ჰქონდეს ძლიერი ეკონომიკა, სუვერენიტეტი უნდა ჰქონდეს, აი როცა ეს საკითხები გადაწყდება, მაგრამ თუ საქართველოს მივიდა მართლაც რაღაცნაირად შესუსტებული სახელმწიფო აპარატი თუდად რომ იყოს ამ მომენტში, ეს
აწყობს ამ. აგო მეორე კითხვა და თქვენ რა საკეთებთ? ჩვენ და თითქოს არ მომხდარა ის რომ სოფლიო ბანკთან ეხლა ხანს დასრულდა მოლაპარაკებები. მიმდინარე პროექტების მხარდაჭერაზე, სამომავლო პროექტებზე, საგარეო ვალი შემცირდა. ეკონომიკის მიმართულებით ყველა რეიტინგი გვაქვს გაცილებით უფრო მაღალი ვიდრე ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყანას და გაგიკვირდება და საშუალო დონე ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის კანა იმას ვამბობ ჩვენ ეკონომიკით უჩობი ვართ გერმანიას ან ბრიტანეთს ევროკავშირის საერთო ევროპის საშუალო დონეს უსწრებთ 5 ჯერ მეტია გერმანიაში პროგნოზირებადი ეკონომიკური ზრდა არის 0%. 0-ს ქვემოთ უკვე ცუდი მდგომარეობა. პირველ ადგილზე ევროკავშირში არის მალტა. მალტა პატარა კუნძული. იქ ეხლა მოცულობაზე ხო არა ლაპარაკი, ტემპზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ დასკვნები. რატომ არის მუდმივად პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით რომ არჩევნები გაყალბდა. ხო? ესე იგი ვიღაცა სისტემაში არიან ადამიანები შენს თვალთა ხედვაში რომლებიც აი ამ თემას საკუთარი აგრესიის აი ამ ესკალაციის, ვითარების ესკალაციის გამართლებად იყენებენ. რატომ ამბობენ რომ საქართველოს რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზეა გადასული? ჯერ თვითონ რუსეთს უდგას აკონტროლებს ჩრდილო კავკასიის აი ამ საზღვარს. სხვა შორის ოკუპაცია ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო რომ აი ეს ჩრდილო კავკასიის პრობლემური ჩრდილო კავკასიის მოდი ვთქვათ უკანა ეზო ეკონტროლებინა. ხო საზღვარი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აკავება მაგის აკონტროლებს მილსადენებს გასადენს, ნავთობსადენს, იმიტომ რომ იქვია ნაწილი იქ არის. ამ სტუდიაში მილაპარაკია, მაგრამ ეთქობა კიდე უნდა გავემეორო, იმიტომ რომ ყოველდღიურად ამ ჩამონათვალს, რასაც მე გეუბნები, პრობლემები რაც არის, რასაც მე გეუბნები, რასაც ჩვენ ვამბობთ, ყოველდღიურად რაღაც ახალი პრობლემა ემატება. და გაეჭხირათ ყელში საქართველო. საქართველო თურმე წინააღმდეგია, რომ ქედი მოიხაროს და ყური მოიჭრას. ან მუხლებზე დადგეს. წინააღმდეგი არ მოწონს საქართველოს ესეთი ვითარება. განა იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ან მისი გუნდი ან მთავრობა ან მისი მხარდამჭერები რაღაც ხასიათზე არ არიან რომ ესე გააკეთონ და რაღაც ემოციაა. საკმარისია ეს გააკეთო კიდევ ვიმეორებ იმას საკმარისია უკან ნაბიჯი გადადგას რომ გრევის პროცესი იქნება შეუქცევად. რა განაპირობებს ამათ გონიათ რომ იცი კარგეთ რა ეხლა რუსეთი თქვენ ყველას ხო ვერ დაგხოცავთ ეგ ცნობილია პრემიერმა რაც თქვა რეალური რამეა მაგრამ აქ არის მეორე საკითხი კიდე არა მარტო რუსეთი საკმარისია სამხრეთ კავკასიაში ცეცხლი გაჩნდეს აი ეს ძალიან მყიფე რაღაც შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაირღვევა, იმიტომ რომ თურქეთი ამას არ დატოვებს უყურადღებოდ, იმიტომ რომ როგორც კი რუსეთი დაიძრება, ნაბიჯს გადადგავს, საპირისპირო ნაბიჯს გადმოდგავს ისიც. აქეთ სომხეთი და აზერბაიჯანის მოუგვარებელ თემაში ირანი ჩაერევა აუცილებლად, იმიტომ რომ მას თურქეთის გავლენა ამ დერეფანზე, რომელიც აერთებს ცენტრალურ თქვათ თავარ აზერბაიჯანს და იმას ნახჩევანს ამაზე კონტროლი ხო ზანგეზურის დერეფანზე არ აწყობს იმას კონტროლი ანუ მიზანი ეგ არის და ჩაერთვნენ ბალტიისპირელები ამ დროს ეგ არ დაგვავიწყდეს რომლებიც ღიად ამბობენ რომ რუსეთის აგრესია შეიძლება წამოვიდეს ბალტიისპირეთისაკენ და ამიტომ აწყობს დაძაბულობა საქართველოში. შეიძლება 30 წელში უკვე რუსეთთან ომი მოგვიწიოს. აქედან გამომდინარე უნდა ჩვენ მომემზადოთ იმისთვის და რასაკვირველია პირდაპირაც არ ამბობენ, მაგრამ ნათლად ამბობენ, რომ თუნდაც გერმანიის თავდაცვის თუ უშიშროების მინისტრმა თქვა, ხო? ჩვენ საზღვრებთან რუსეთი ვერ უნდა მოვიდეს სისუსტის გამო. რასაც დღეს აკეთებს ეგ ერთია და ყველაზე შემაშფოთებელი
ხა არ მინდა ეს დაძაბულად დავამთავრო. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ საკმაოდ მძლავრი გაერთიანება, deep state-ი დაარქვით და გინდა გლობალური ომის პარტია და გინდა ოლიგარქიული რაღაც გაერთიანება. არ ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი უნდა დამთავრდეს. ხო, ეს ნათელია, იმიტომ რომ არ შეუწყდა დახმარება, პირიქით მეცაძრევენ. ხო, ტრამპი სანამ არ ივლის იმ ჭკუით, რომ ეს არის ისიც ევაჭრება, ხო, ევროპული გაერთიანება. მელონიმ თქვა, იტალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ თუ ჩვენ ეკონომიკურ დავაში შევალთ ამერიკასთან, მე თქვენ მხარს არ დაგიწყობთ ბრიუსელს ეუნება, მე ორმხრივ ურთიერთობაზე გადავალ. ფინეთის პრეზიდენტი ჩავიდა ჩინეთში და 15 სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა. იგივე გააკეთა იტალიამ. აქ არ არის მარტო უნგრეთი და სლოვაკეთი. აქ საკუთარი ინტერესები ევროკავშირში გამოჩნდება. აქედან გამომდინარე deep state-მა ესე ვთქვათ, ეს სიტყვა უკვე გაცვდა. მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს. ხელის მოჭერა დაიწყო ბრიუსელის ზედაფენაზე. არც ახსოვს არავის შარლ-მიშელის მაგივრად ვინ მოვიდა. ყველა მიცის ევროკომისია. ზემოთ არის ევროსაბჭო, ხო, წესით. ევროკომისია, ფონ დერ ლაიენი, ახლა მასზე მიდის შეტევა. ესე იგი, სხვა ძალებიც არსებობენ, რომელსაც ეს არ აწყობთ, როგორც მართველი ევროპისა. აი ამ სიტუაციაში ეს პატარა საქართველო, ლამაზით ახვეწილი, კარგი ხალხით, ცდილობს რომ გადარჩეს. და ამ დროს გროვდებიან ადამიანები, რომლებსაც ახალგაზრდები ქუჩაში გამოყავს და უპირებენ ამ ქვეყანას გრევის შეუქცევა. მე მგონია გრევა უკვე გადაჭარბებულია, მაგრამ ის წესრიგნა რო არ იხსნება ეს სცენარი. აგაზე წყდება გული, თორე ეს რესურსი რასაკვირველია, ანუ აქ მუდმივად უნდა იყოს რაღაც. უკვე მასშტაბზეც აღარ დარდობა, სულ უნდა იყოს რაღაც რა. ხო, ეხლა აქ შეეხება ახალგაზრდებს ამითი მე მგონი ჩვენი დროც იწურება და რომ გქონდეთ სათქმელი, რომ სტაბილური არ არის. არ დაიჯეროთ, რომ ახალგაზრდების უშველებელი ჯგუფი არ არსებობს, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. რა თქმა უნდა, ადამიანები არ ხმ მეთმა დაიფარო ჯერ ესეთი. მე რომ თუნდა 17 მაისს ნახეთ, რამდენი ხალხი გამოვიდა, რამდენი ახალგაზრდა არის. მაგრამ ჩვენი პასუხისგებლობა ის, რომ არ მოხდეს დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს და წარმომადგენლებს შორის. კი ბატონო, უღრმესი მადლობა ბატონო გია, ნახევარი საათის სწრაფად გავიდა და საინტერესო თემებს შევეხეთ როგორც ყოველთვის. ცოტა ხანში ბატონი კოტეჟღენტი, რამაზ საყვარელიძე და დავით ქართველიშვილი მოგზაურდებიან საგარეო თემებზე სალაპარაკოთ. დღეს ეს არის აქტუალური. თქვენ დიდი მადლობა გეშტობებით. ჩვენ რეკლამის შემდეგ შევხვდებით. დიდი მადლობა. დაბრუნდით მეგობრებო ეთერში ბატონი კოტეჟღენტი, რამაზ საყვარელიძე, დავით ქართველიშვილი ჩვენი განაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო რამაზ, ბატონო კოტე, ბატონო დავით, მოგესალმებით. ბატონო რამაზ, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვით მინდოდა დამეწყო, მაგრამ უცებ მივხვდი რომ არ არის მნიშვნელოვანი. ქართულ ოპოზიციაზე, რომელიც არ არსებობს, მინდა გკითხოთ, ხო? ეს რომ არ არსებობს, არის იმის გამო, მცირე ანალიზი. რომ თავიდან ბოლომდე უჯერებენ უცხოელებს, რომლებიც იდიოტები არიან ახლა. იმიტომ რომ მაგალითად პარლამენტში არ შესვლა იდიოტური გადაწყვეტილება. ეხლა ჯაფარიძე რო ციხეში მიდის, ალბათ იმალება, უნდა დაიმალოს, ხო? ადრე ციხეში რო ვიჯექი, მე ესეთი ისტორიები გამიგია, რომ როცა იგებდნენ რომ ვიღაცა პატიმარი შემოდის, ძლიერი ქურდული სამყაროს კუთხით და პრობლემა ქონდა ვიღაც სხვა პატიმართან, ის კარცერში იკეტებოდა და ციხეში და მე მგონი ეს ჯაფარიძეც უყურებს რა მოახლოებულ კრახს, იპარება ციხეში, რომ მე არ დააბრალონ არაფერი. აი, რა სიტყვით ახლა ამ მცირედ ანალიზს? რა უნდა ვთქვა, ყველაფერი თქვით თქვენ უკვე. იმიტომ რომ კვანძი ჩემთვისაც მიმდინარე მოვლენების კვანძი იმაშია, რომ ხელისუფლება არ იქა სუვერენიტეტიო და ოპოზიციას არ უნდა სუვერენიტეტი, ესე იგი ანტისუვერენიტეტისტები არიან ოპოზიციაში. კვეთრად გამოხატული, ხო? ხო და ნუ მე უკვე
იქით რო გადავიდეთ თქვენ ეპიტეტს გამოვიყენებ, დიდი ჭკუა არ მოჩანს ჰორიზონტზე და ამიტომ აქაც იმსაც ურაც მეორე მხრივ ქართულ ოპოზიციას ერთი პლუსი აქვს ხოლმე შორის. მე მგონი ის პლუსი, რასაც ოპოზიციურ მიტინგებზე ჩამოსულ გლეხებს ჰქონდათ. ავტობუსებით რო ჩამოიყვანდნენ, უკვე რო შეეჩვენენ ეს გლეხებიც რაღაცებს, მე ეს გლეხები აორთქლდებოდნენ, საღამოსკენ შეგროვდებოდნენ და წავიდოდნენ უკან. აორთქლება რას ნიშნავს? მიდიოდნენ თავიანთ საქმეებზე. ფულს იღებდნენ. ანუ ფულის აღებ ადრე ეს ფრაზაც ისმოდა იმ გაყალბებულ არჩევნების გაყალბებაზე აიღეთ ფული და შემოხაზეთ თქვენ რაც გენდომებათო. ისე რომ ქართულ პოლიტიკაში ფული შეიძლება აიღო. თქვენ ფიქრობთ რომ ზაკრული რაღაც არის, ანუ ისინი თავს უკრავენ deep state-ს მათ პატრონებს არც არაკეთებენ და უნდათ რომ მუდმივად ოპოზიციაში იყვნენ. დაახლოებით ესეთი გეგმა აქვთ, ხო? თავსებ შესაძლებელია. იმდენად პასიურები არიან, ესე ტემპერამენტი შეგაწუხებს სხვა თუ არაფერი. აბსოლუტურად პასიური ოპოზიცია, ასეთ პასიური ოპოზიცია მე მგონი არ გვინახია და იგივე პერსონაჟებია, ხო? და მე მგონი მაგიტომ არიან უცხოელების შეფასება ვეჭობ რომ მაგათიც ანალოგიურია რაც თქვენ ბრძანეთ. და ფული მაინც დავცინცლოთო, ხო? და ხო, არ უნდათ უბრალოდ თავი მიაკლან შედეგოთ. დაიციან შემოდგომამდე სანამ რაღაც მოვლენები ჩათავდება, მერე და რა მერე? არა, შევლენ არჩევნებში და გასაგებია, მაგრამ ჯერ ერთი ძალიან ცოტა ხმას აიღებენ. ანუ ხო აიღეს 800,000 ხმა. ეხლა გაცილებით ნაკლებს აიღებენ, იმიტომ რომ მათი გაინტერესებს. არა, ხო? ხელისუფლება უნდა ეჭვეპარება, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგა იმით, რომ წააგო. ლუკაშენკოდან ჩამოვიდა რომელიღა ერთ-ერთ პარტიასთან ექსპერტი, დამპატიჟოს გავეცანთ მე ფსიქოლოგია იყო, ფსიქოლოგები ვიყავით. ლუკაშენკოს ოპოზიციამ დამპატიჟაო. და ჩვენთანაც რო იჯდა ასე წიგნები ელაგა და აი ამდენი რვეულიო, ამ სისქე რვეული გაუსე და მივეციო. უცხარიო რომ აბა ეხლა დავიწყოთ შესრულება. არა, ეხლა წარდი სახშიო მეცხეს. რატო? არ გინდათ გამარჯვება. არა, გამარჯვება არ გვინდა. ჩვენ გვჭირდებოდა რომ ეგრვეული ყოფილიყო, ფულის ხარჯი აღნუსხულიყო და რაღაცა და გამარჯვება და ლუკაშენკოსთან ჭიდაობა ჯერ ადრეა. ეთანხმებით შეფასებით. აბსოლუტურად ვეთანხმები. აბსოლუტურად და შენს ძალიან კარგ ტერმინსაც გამოვიყენებ მე სახელისუფლებო ავტოკრატია სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ ჩაანაცვლა იმავე ფიგურებისგან შემდგარი ოპოზიციური იდიოკრატია რა აბსოლუტურად. უბრალოდ იცით რა აი ხლა ლაპარაკი იმაზე რომ ჯაფარა გირჩი თურმე იმიტომ მივიდა თავისი ფეხით საგანში რომ ამით შეიძლება რაღაც მუხტი აიწიოსო საპროტესტო რა ნუ ვერ გავიგე სააკაშვილის ჩამოსვლამ და დაპატიმრებამ ვერაწია ეს მუხტი ხო მეოთხე წელია უკვე ვერაწია ვერც გვარამიას დაპატიმრებამ ეს მუხტი რომ არა იმ deep state-ის მესვეულები რომლებმაც გამოუშვეს ფაქტიურად საკნიდან გვარამია და გამოუშვეს ბობ მენენდესის კაბინეტიდან გამოუშვეს რომელიც იყო მაშინ თავის დაჭერამდე საკუთარ დაჭერამდე იყო საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონგრესში და აი იქ წყდებოდა მისი გამოშვების საკითხი და არაერთი წამოსწენა ქონდა მე კარამონებს და კობილიუსებს რომ ჩვენ ამის შესახებ ვიცოდითო დიდი ხნით ადრეო ეხლა არც მენენდესი ყავთ არც არავის არასცალიათ მათთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, აი მეოთხე თვეა მიმდინარეობს ყოველ დღე მათი მხილება კი არა, ვიცით, ყავს აძრობენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, ხო? ერთი შემოbrunებული სიტყვა, აღშფოთებული შეშფოთება, დემოკრატიის უკუსვლა, აგრესიული რიტორიკა არ გვსმენია ამერიკიდან, ხო? ზოგს მოენატრა უკვე აი შეწუხებული მეთიუ მილერის სახე, ხუმრობით ვამბობ, მოენატრა. იმიტომ რომ ამათთვის არასცალიათ
რა ჯაფარას დაჭერით მუხტი უნდა აწიონ, რა უნდა აწიონ. ისეთ ჩიხში შედიან, არ ვიცი, მადლობა უნდა თქვას ჯაფარამაც, ოქროაშვილმაც და 1-3 კაცით შევა, მე მგონი, სულ ცოტა ხანში ერთ კვირაში 10 დღეში იმავე მდგომარეობაში, რომელიც ცოტა ხანს მაინც მოისვენებს, იმიტომ აი პასუხისგებლობას მოიხსნის, ხო, მათ შორის ალბათ საკუთარი რაღაცა გმირად, ხო, გმირად, ხო, კი ბატონო. აი ეს აი არაფერი არ დგას ამის უკან რა. ერთხელაც ვთქვი, გავიმეორებ მოკლედ ძალიან რა. ეს ოპოზიცია არის შარიკოვი რა, რომელიც შექმნა ჩვენმა სახელმწიფომ შექმნა ქირურგიული ჩარევით მისცა ყველანაირი შესაძლებლობა იყვე, იცხოვე პროფესორის სახში, ხო, კაცი გახდი პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღე, მაგრამ რითი იყო დაკავებული, ხო, ვერ იტანდა ამ ხელისუფლებას, სანქციებით იყო დაკავებული, ბატონი ტავარი შარიკოვი, 7 ოთახი რადგინდაო და 6-იც გეყოფაო და ასე შემდეგ, ბოლოს ნაგანი ამოუღო და არაფერი აღარ დარჩა. ისევ და ისევ ხელისუფლებას და იმ პროფესორს, რომ ისევ საოპერაციოში შეიყვანა და თავის პირვანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა ის ვერ შემდგარი ექსპერიმენტი რა. ვერ შედგა ეს ექსპერიმენტი, გამორიცხულია რა. მე ვერ წარმომიდგენია, აი, ოდნავ რო ქონდეთ მათ შემოჩენილი რაღაცა, ან თავმოყვარეობა, ან რავი, ქართველობა, ან რაღაც ტრადიციული აღზრდა, ხომ უბრალოდ შემწხვებოდა, მე ქუჩაში გავლა შემწხვებოდა და არათუ მათ ტელევიზიებში გამოსვლა, იმიტომ რომ ვის ელაპარაკებიან, რას ელაპარაკებიან, ხომ საკუთარ ამომრჩეველთან არ აქვთ არანაირი კავშირი, ხომ? ენდო ის ხალხი, ხო? მათ შორის რაღაცა რეპუტაციული რისკის ფასად. მე ძალიან ბევრი ვიცი, ვისაც წხვენია იმისი, რომ თქვა ნაცებს თუ იმას თუ ამას მისცეს ხმა, მისცეს, მაგრამ შეირგე, შედი რა იმ პარლამენტში, ხო, მიიღე მონაწილეობა იმაში, ისთვისაც აგირჩიეს, ხო? დღეს ხო ნელ-ნელა იწყება მათი მხილება. რამდენი პროცენტი აიღეთო, ხო, წითლიძეს კითხეს პირდაპირ ეთერში, 10 ავიღეთო, რამდენმა მოგცათ ხმა, 200-1000-მა მოგცაო. ითქვა, ხომ? აღიარება იყო, რას ებრძვით, რა ლოზუნგებით მიდიხართ, სად მიდიხართ. ეხლა მე ძალიან არ მინდა სიმართლე რო გითხრა, რომ ორი რამე არ მინდა. პირველი, რომ ოქტომბერში მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს იქნება ფარსი. მე არ მაინტერესებს, აი, მათ რა სინდისი თუ ნამუსი მიიყვანს იმ უვნებამდე, ან მიაყვანინებს კიდევ ერთხელ არაერთ გზის მოტყუებულ თავის ამომრჩეველს, ხო? ეს მათი პრობლემებია. მაგრამ მეორეც არ მინდა რა, მართლა ერთპარტიული მართლობა არც მუნიციპალიტეტში მინდა, საკრებულოში და არც პარლამენტში მინდა. ამიტომ რაღაცა ჩვენმა საზოგადოებამ ხო ბოლო-ბოლო რაღაცა აი უნდა აღმოცენდეს რა ჩვენი რიგებიდან კიდევ რაღაც ალტერნატიული ლიდერები, რომლებიც საღათ მსჯელობენ რა იმ მრავალ პოლუსიან სამყაროსთვის მზად არიან რა. არ ეშინიათ რა აჩრდილის ამ deep state-ის, რომელსაც თურმე ებრძვის ახლანდელი ადმინისტრაცია. ჩემთვის ეს ზღაპარი დამთავრდა 10 მარტს. როდესაც შევედი ნედის საიტზე და ნედმა დიდი საზეიმით გამოაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ჩემი დამარცხებით არის ცნობილი, ხო, დაფინანსებას მიგრძელებს რა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ რა. არ უნდა გვაინტერესებდეს ესენი რას ებრძვიან, როგორ ებრძვიან და ვინ ვის ამარცხებს. ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. სტაბილურობა, შვიდობა, სიმშვიდე და არანაირი აი სულსწრაფობა და მოუთმენლობა რა. ასად არ მეჩქარება. სად უნდა მეჩქარებოდეს დუხს მთელი მსოფლიო. გინდა ჩვენი ჩრდილოეთი და გინდა ჩვენი სამხრეთი. შევინარჩუნოთ ჩვენი კუნძული, ოაზისი შევინარჩუნოთ. როგორც გამოსილ დიპლომატს ბატონკოტები, ისევ რუბიოს განცხადებაზე მინდა კითხოთ, თქვენ მოусმინეთ რა თქმა უნდა ორიგინალშიც. არაფერი ისეთი არ უთქვამს, რაც გაახარებდა ამ იდიოტებს. თქვა რომ არა ვარ ჩამოყალიბებულიო. და ისიც თქვა, რომ საერთოდ უნდა ჩამოყალიბდეთ, გვაინტერესებს თუ არა ეს რეგიონი თუ არაო. ესეთი განცხადება სხვათა შორის ამერიკელებისგან ჩვენ არ გაგვიგია, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის აცხადებენ, რომ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში უნდა აშენონ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, დემოკრატიაზე დაფუძნებული სახელმწიფოება. ეხლა საერთოდ ძალიან უცნაური რამ თქვა, რომ აი რაღაც რეგიონი შეიძლება არც აინტერესებს რა. მე ფიქრობთ თქო. ერთი რამე მგონია, თქვი უკვე და გავიმეორებ, რომ რუბიომ გაიმეორა ის არის ესეთ სიტყვა wording-ი. გაიმეორა ის wording-ი, რაც გაიგო ჩვენი სახელგანთქმული უილსონისგან. ხოდა იმან თქვა ეს სიტყვები ზუსტად, რომ ანტიამერიკული ქართული მთავრობა და როგორც დაუსვა კითხვა და ისე თქვა, ნამდვილად მე ესე ივან იგივე wording-ით გაიმეორა თუ იმ ჩვენ რითი დაიწყო, ну რა თქმა უნდა
ამერიკის ინტერესები უპირველეს ყოვლისა ამერიკის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ თუ რომელიმე ჩვენთვის საინტერესო რეგიონში დავინახეთ რომ იქ არის ანტიამერიკული მთავრობა ვიფიქრებთ რა მოუხერხოთ ამ და როგორ მოვექცეთ ამ მთავრობას კონკრეტულად თქვენ კითხვაზე ჯერ პასუხი არ მაქვს იმიტომ რომ ეს შესწავლის პროცესია ეს საკითხი ყველა მზეპირად ისწავლე ხმა მოჩვენოს ეს რუბიოს ნათქვამი ამიტომ დაველოდებით ჩვენი ოფისების საერთოდ არ ახსენა ინფორმაციას იქიდან და რა ინფორმაციას მოგვაწევენ იმის მიხედვით ვილსონი აბსოლუტურად მაგას ვამბობ ზუსტად ამიტომ რა თქმა უნდა ხა ვინც ეგ გაბუქა და იმათ მიიღო აუფ რუბიომ რაღაცა თქვა არაფერი განსაკუთრებული იმ რუბიოს არ უთქვია სხვათა შორის და თუ კი რეგიონს დაუბრუნდებით და თუ კი იმას ყურადღებას აქცევს თუ არა ძალიან საყურადღებო იყო რუბიოს კომენტარი აზერბაიჯანსა და ალიევს ჩემი აზრით ძალიან უაღრესად საყურადღებო და ეგეც ვთქვი რომ თუ კი აზერბაიჯანისთვის შეიძლება რომ კი ბატონო იქ არის ისეთი მთავრობა რომელიც რაღაცეებში ჩვენ ინტერესებს მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა რომ ჩვენ აუცილებლად მასთან ურთიერთობა უნდა დავარაგოთ თუ კი აზერბაიჯანთან შეიძლება კი ბატონო ესე იგი არის ისეთი ქვეყნები და რეგიონები სადაც გადამწყვეტი ყოველთვის იქნება რაც იყო ყოველთვის და არის ამერიკის ინტერესები უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა რეალ პოლიტიკა და ეხლა როგორც უნდა აქედან მიაბა ყური რუბიოს ნათქვამს და თუ იქიდან ამის შეცვლა არანაირად არ გამოვა ხო აი ბატონებო მე სულ ფიქრობ ზოგადად ეს პრობლემა ალბათ ჩემი რომ როცა მოწინააღმდეგე იდიოტურ ნაბიჯს დგამს მაინც ფიქრობ რომ ბოლომდე იდიოტი არ არის და რაღაც ზაკრული ჩანაფიქრი ხო არა ეგ სხვა შორის პრობლემაა ეს არის და იდიოტობა ხერხია დენი კრუგერის ეფექტი რომ კომპეტენტური ხალხი წარმატებას ვერ ახსენებს რომ ბევრს ფიქრობს და არ არის დარწმუნებული და საკუთარ თავში ისე როგორც არაკომპეტენტური ხო აი ხა ისე ჩვენს ოპოზიციაზე რომ რაც არის იმ ოპოზიციაზე რომ ვილაპარაკოთ მე მგონი ზოგადად პროევროპული ოპოზიციის ბედი საქართველოში ესენი რომ გამორიცხოთ დაუშვათ მოვიდნენ ახლები ძალიან ცუდად წარიმართება იმიტომ რომ მათ მოუწევთ ისევ იმათთან კონტაქტი ისინი ისეთ იდიოტობებს დაავალებენ რომ ესენი იძულებულები იქნებიან რომ ისევ ხრამში გადაეშვან ანუ პრობლემა არა მარტო კონკრეტული აქაური ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსების შტერობა და არამედ მათთვის ინსტრუქციების მიმცემი, მათი მფარველი პოლიტიკური კლასის დეგრადაცია, რა სიტყვით ამბობ. შალვა, მე ის უფრო მაინტერესებს, აი ისინი რომ ამბობ, ისინი ვინ არიან? ბატონო? ვინ დარჩებიან ისინი, ვისთანაც თქვათ ახალ ოპოზიციას უნდა კონდეს. არა, მე გულისხმობ აი ესენი ვინც ახლა არიან, რამდენი ხანი გაძლევენ? არა, ესენი ძალიან მალე, მაგრამ ელექტორატი არსებობს. ორი ის არსებობს, ხო? არიან ლობისტების მიერ ნამდვილად, ვისაც ფულს უხდიან. და პოლიტიკოსები, რომლებიც იმათთან ერთად ერთ ხაზს ატარებენ. არიან პოლიტიკოსები, რომელიც მანდამაინც თქვათ ესეთები არ არიან, მაგრამ რაღაცა იქაური იდეური ტირე ლიბერალ გლობალისტური პოზიციის გამო რაღაცა განცხადებებს აკეთებენ, ხო? მაგრამ ის რასაც ახლა მოусმინეთ ჩვენ მაგალითად წარმოიდგინეთ ხალხო, არის საგარეო პოლიტიკის ლიდერი გამტარებელი არის ადამიანი კაია კალასი რომელსაც თავისივე ადამიანი ეუბნება რომ სახში რომ ზაზუნა მყავსო იმასთან უფრო ვილაპარაკებო რაღაცა წერტილები რაღაც იმის რა ქვია გარემოზე და ამ რაღაც შავ ხვრელებზეო ვიდრე შენ გელაპარაკო პოლიტიკაზე და დიპლომატიაზე ეუნება იმის რა ქვია კომისარს საგარეო საქმეთა კომისარს ევროკავშირის და მე ის გამოდის წყნარად გერმანულად და ის ჩუმად არის უყურებს და მე მეორე წუთას გამოვა და ჩვენ დაგვიწყებს ამათი მხარდაჭერის საფუძველზე ჩვენ მთავრობას და იმ ხალხს რომელმაც მხარი დაუჭირა ამ მთავრობას და 2/3 მოსახლეობის რომელმაც აირჩია დაუწყებს ჭკუის სწავლებას რომ აბა თქვენ ესეკენით და თქვენ ისეკენით აი
ჩემს ფორმულაზე რას ფიქრობ? ანუ ისე დეგრადირდა ევროპა, დასავლეთი ზოგადად, ანუ შეხედეთ ლიდერებს რას გვარან, ხო? ნებისმიერი ლიბერალი ევროპელი პოლიტიკოსი აქაური, რომელსაც ყავს ელექტორატი, ესე არ არის. საკმაო ელექტორატია, საინტერესო ელექტორატია, ხო? როცა დაიწყებს ოპერირებას, მას რა თქმა უნდა მოუწევს თქმა, რომ რუსეთის საშიშია, ომის საფრთხე არსებობს. იტყვის, რომ ეკლესიას არ უნდა ვებრძოლოთ, იმიტომ რომ ხდება რა, მოუწევს ამის თქვა და ისეთი ინსტრუქციები წამოვა იქიდან, რომ ისევ იგივე ხრამში გადაიჭეხება, როგორც ესეთი. აბსოლუტურად გეთანხმები და დღეს მოხდა ძალიან საინტერესო რამ. ჩვენ ვაკვირდებით რა ხდება ევროკავშირში, აი ამ ურსულა ფონ დერ ბაიდენს ვეძახი, მისი მმართველობის პერიოდში, ხო? ევროსაბჭოთა კავშირად ჩამოაყალიბა ეს ორგანიზაცია და აბსოლუტურად განწირულია დაშლისაკენ. ამას მე კი არ ვიძახი, ამას იძახიან ძალიან პრაგმატიკოსი ევროპელი ლიდერები, ხო? მათ შორის დღეს ჩვენ მოვისმინეთ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს, აი არ ვიცი მე, გულიდან ამოსული რაღაც გულის ტკივილი რა. ეს არის ახალი ყაიდის ევროპელი პოლიტიკოსი, რომელმაც ფაქტიურად მიუთითა თავისიანებს, გზავნილი გაუგზავნა, ვინც საღათ აზროვნებთ, ვისაც გიყვართ ევროპა, ვისაც გინდათ რომ ჩვენ ისე არ დავიშალოთ, როგორც ეს საბჭოთა კავშირში მოხდა, იმიტომ რომ იმ ცხოვრებას მოყვა მე უამრავი უბედურება, კატასტროფა, ომი და ასე შემდეგ, თუ თქვენ გადარჩენა გსურს, ხო, მაშინ ამ 2 მაგ და 3 მაგ სტანდარტებს თავი დაანებეთ რა. განვითარდით ხო საკუთარი იდენტობა, სუვერენიტეტი გააძლიერეთ რა და ამ გზით მიდის ახლა მართლაც ბატონი გია ვოლსკიმ ჩამოთვალა ხო იგივე ფინეთის მხრიდან ხო პირდაპირ კონტაქტები ჩინეთზე, აგერ გერმანია და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ ერთმანეთთან ხო? იქ ჯორჯა მელონიც საკუთარ თამაშს თამაშობს, თუმცა იქაც უჭირს ძალიან, მაგრამ ამ ქალბატონს ფრანგებიც იგი აბსოლუტურად, ესე იგი ყველა მიხვდა იმას, რომ ევროსაბჭოთა კავშირი გავხდით, იგივე ბედი გველის, რაც ჩვენ გაუკეთეთ. ჩვენ კოლექტიურად ჯარის გარეშე. ხო, კი ბატონო. საბჭოთა კავშირის არმია მაინც ყავთ. კი ბატონო, ამათ არავინ არ ყავთ. თუმცა LGBT თემი ყავთ. ძალიან ძლიერი სხვადასხვა, რომელიც საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა. ამიტომ მოდი რა, ყველამ თავის სიძლიერესში გაუმარჯოს, მაგრამ აი წარმოიდგინე რა, ეხლა ისინი ხო ხედავ, ეხლა ალან ბერსეს იმიტომაც ვცემთ პატივს, რომ მან ბოდიში ჟარგონისთვის დაიკიდა რა, ვინ რა სიტყვის, ერთ-ერთი პირველი იყო ევროპელი ლიდერებიდან, რომელიც არჩევნების შემდეგ 26 ოქტომბრის შემდეგ ჩამოვიდა, დაგველაპარაკა და მთელ მსოფლიოს გაუგზავნა, ევროპას გაუგზავნა გზავნილი, რომ აქ ყველაფერი წესრიგშია, თქვენ გჭირთ რაღაცა რა, მე ესე აღვიქვი მისი ჩამოსვლა, ხო? და აგერ დღეს კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ არიან ევროპაში საღათ მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც აი ამ ჩვენ იდიოტებთან, ამ ცვილის ფიგურებთან და მათ მუზეუმის დირექტორ ქალბატონ მადამ ტიუსო სალომე ზურაბიშვილთან არ დაიჭერენ რა, არანაირ საქმეს არ დაიჭერენ. აგერ გარბიან, აი წარმოიდგინე რა, როგორი მაგარი პოლიტიკოსი უნდა იყო, რომ შენს მომავალს ხედავ იმაში, რომ ნებაყოფლობით მიდიხარ საგანში რა. არც პარლამენტში შედიხარ, არც მუნიციპალიტეტში საკრებულოში შესვლა არ გინდა. იქ გირჩევნია რა. მოკლევადით ოღონდ ხო, მოკლევად, მესმის, მაგრამ იქ გირჩევნია რა, გირჩევნია იქ რომ რაღაცა შეინარჩუნო. ამ სახით შეინარჩუნო შენი რენომე რა. ნუ აი ამ იდიოტებთან ვინ დაიჭერს, რომელი იდიოტი დაიჭერს? ხალხს ხვალე, ოდესაც პრაგმატიკოსები მოვლენ, აუცილებლად მოვლენ ყოველ ქვეყანაში, მარტო მართლა სლოვაკეთი და უნგრეთი არ არის. ნელ-ნელა იზრდება ეს რა, იზრდება მათი. აგერ პორტუგალია. გაამთრებული წინააღმდეგობა ხა რუმინეთის ამბავიც კმარა იმის. კიდე ერთი ჩამონათოლში ერთი დასკვნა მწიფდება, დავით ბატონო. დიახ. რაც ამ ევროპელების ტენდენცია ჩინეთთან მიახლოების. კი. ეს ხო პრაქტიკულად ნიშნავს რუსეთთან მიახლოებასაც. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ისე რომ რუსეთთან ომი ახლა დეკორაციული ომია. ადრე თუ გვიან ევროპა და რუსეთი ეს მით უმეტეს რომ წინაპირობები ძალიან ბევრია, გავიხსენოთ გერმანია და საფრანგეთი პირველები იყვნენ, რომელიც მივიდნენ პუტინთან ომის დაწყების დროს. და საერთოდ ეგ იდეა მაგათ დიდი ხანია გქონდათ, რომ ამერიკა ზედმეტია კონტინენტზე, წავიდეს ამერიკა თავის ტერიტორიაზე და ჩვენ აქ
არ გამოდის უსაფრთხოების გარანტია ევროპის ხო და უსაფრთხოების გარანტიას უკვე ესენი აიღებენ კი კონტექსტ თვითონ ამარჯიშებენ, მაგრამ აიღებენ რუსეთისა და ჩინეთისგან. გასაგებია. არ ვიცი ეს როგორ მოხდება რუსეთს რუსეთ პუტინი რომ მოვიდა ეხვეწებოდა მაგას. ნატოში მიმიღეთ. ეუბნებოდა მაგას. კი. სტალინიც ეუბნებოდა მაგას. კი, იმ დროიდან ეხვეწებოდნენ. კი, ეუბნებოდა და უბრალოდ იმდენჯერ გადააგდეს რომ გასაგებია. სწორედ ამაზე საუბრობს. ტრამპი და პუტინის მოლაპარაკებები არის ჯერჯერობით იდუმალებით მოცული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქ უკრაინა თავარი თემა არ არის. აი დარწმუნებული ვარ მაგაში. აბსოლუტურად გეთანხმებ. არის თემები, სადაც მათ აწყობთ ურთიერთობა რა. მელანია რო არის თავარი თემა, მაგას რო და მელანია თუმე კი. ანუ მანდ საუბარია ალბათ, თავარი ამძრავი იქნება ეკონომიკა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ ტრამპს უნდა რაღაც, ხო? და უნდა რომ ფული იშოვოს უბრალოდ, იმიტომ რომ არ აქვს კარგად მდგომარეობა. მაშინ პუტინთან თანამშრომლობა აწყობს. ამ ოქროს გუმბათის საფუძველზე დაიწყება ისე მოლაპარაკება ბირთვულ შეიარაღების შემცირებაზე, კი ბატონო, კოსმოსზე უნდა მოილაპარაკოს. წამყვანი თემა იყო ამერიკასა და რუსეთს შორის. ეგრეც უნდა იყოს. არქტიკა, კოსმოსი, ხო ხტები რამხელა თემებია და ეხლა უკრაინა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ყველა კი არ იყო ეს ოქროს გუმბათი ესე წამოყენებული ამ დროს. მე ასე მგონია. კი, ანუ მან ტრამპს ურჩევნია, რა თქმა უნდა, რომ რაღაცა გარკვეული ახალი წესრიგი შექმნას. ეხლა ჩვენ რასაც უყურებთ, არის აბსოლუტური უწესრიგობა. ძველი დაიგრა და ახალი არ არის, ხო ესეა? მეგობრებო, ნამდვილად ესეა. 2018 წელს მიუბრუნდებით 16 ივლისის ჰელსინკში ტრამპისა და პუტინის შეხვედრას, სადაც ფაქტიურად პოსტსაბჭოური სივრცის გადანაწილებაზე არ იყო ლაპარაკი, უბრალოდ იმ ზონებში თავისი ზეგავლენის დელეგირებაზე იყო საუბარი, როდესაც მაგალითად ცენტრალურ აზიაში გაიზარდა ამერიკის ხვედრითი წილი, ხო, თავისი ინტერესების. გასაგებია ჩინეთის სამეზობლოში უნდოდა პროამერიკული ზეგავლენის გაძლიერება. სამხრეთ კავკასიაშიც შეწყდა აი ეს იდეოლოგიური წნეხი, ხო, აი deep state-ეული იდეოლოგიური წნეხი ჩვენზე და ფაქტიურად უკრაინაზე, სირიაზე და ცენტრალურ აზიაზე და სამხრეთ კავკასიაზე რომ შედგა ეს საუბარი, ხო? ამ საუბრის დედა ამოცანა იყო რომ ერთმანეთისთვის ხელი ჩამოითვათ იმაზე, რომ უკრაინა და სამხრეთ კავკასია, ну მათ შორის საქართველო ვერ იქნებოდა, არ იქნებოდა რუსეთისთვის აი მილიტარისტული რაღაცა საფრთხე, ხო? ზუსტად ამის გამო არანაირად არ დაუშვეს deep state-მა არ დაუშვა ტრამპის ასე ვთქვათ, აი ამ ვადის გაგრძელება 4 წლით, როდესაც პრაქტიკული ხორცშესხმა განხორციელდებოდა ჰელსინკში მიღწეული შეთანხმებების, ხო? მას ეხლა ფაქტიურად უწევს გაგრძელება აი იმ კურსის, რომელსაც 5-7 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. იმიტომ რომ ცენტრალურ აზიასთან დაახლოება ამერიკის იმით იყო მაგალითად განპირობებული კიდევ რომ ორ პრეზიდენტს შეხვდა იმ რეგიონის ორ პრეზიდენტს თავისი 45 პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, ეს იყო უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტები და ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა ინაუგურაციის შემდეგ, ყირგიზეთს გაუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც ახლა 1 ივნისიდან ძალაში შევა. ანუ გასაგებია, რომ ის მოლაპარაკებები ეხლა იძენენ აი ამ პრაქტიკული ხორცშესხმის რაღაც ელფერს, რაც ცუდი არ არის. ესა მთავარი და არა ის რუბიომ რა თქვა თუ არ თქვა რა. ცუდი არ არის ჩვენთვის, ხო, ჩვენთვის. ტრამპის საკარო. მაგრამ მე ჩემი მხრიდან დავამატებ წინანათქვამიდან. აზიისკენ დაიძრა ჩინეთამდე ვერ მიაღწია ტრამპმა ჯერ. კი, ჯერ. მაგრამ აზიისკენ დაძრულია. ევროპაც გაიქცა. შუა აზიის არის რომ უნდა ფონ დერ ლაიენმა აზიის დიდი სიყვარული გამოავლინა, მაგრამ ჩვენ არ გვახსენე. ჩვენ არ გვახსენდა რატომღაც. იქიდან თუნდაც თურქები უნდა წავიდეს ევროპაში საქართველოს. ასე. ეს თაგადა უნდა გააკეთოს. მაგას რო ლიდერი გააკეთებს ევროკავშირის ეგეთ. ნუ იაფასიან იმას რა ქვია მოქმედება. მაგას შივით ეხლა ჩვენი მთელი საუბარი ყველას მხრიდან ეგარი ელიტების დეგრადაცია. დონე არის დაბა ისეთი დონეა რომ გული შეგიწევს. ტრამპზე ვამბობდი, უცნაური კაცია ძალიან. აი უცნაური კაცია ტრამპი, ბილად რო ვთქვა. ანუ ახალი თამაშის წესები აქვს. მაგალითად, ვინმე კი არა დარწმუნებულად თქვენ უყურეთ,
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის უყურეთ აბა. ესეთი რამ მე არ მინახია. ანუ ჩავიდა ვიზიტად, ჩაურთო რაღაც საგამოძიებო ფილმი და პირდაპირ მიაწვა რომ რატო არ იჭერა აი ამათო რა. აი ეს ხო ხდებია რა. ესეთი რამ მე არ მინახავს რა. ანუ ტრამპისთვის პრობლემა არ არის ვიღაცას შეუტიოს და იმან გოლფისტები რო ჩაიყვანა თეთრკანიანი ხო. ამ პრეზიდენტმა და ხო, იქ მართლა სერიოზული პრობლემაა. იმან მითხრა ერთ ვაკამ გორგილაძე თურმე მე არ მივაქცია ყურადღება ეს რომ რაღაცებს ლაპარაკობდა იმ გოლფისტმა ვერ მოითმინა თურმე და მართალი ბრძანდებითო კი. ჩაგრავენ კი, ეგრეა, ხო, ცნობილი ფაქტია. ლაპარაკის დროს უთხრა ხო, აპარტეიდის შემდეგ მაგას ყურადღება ვერ გაკაჩეს რა, ასე ვთქვათ, ვერ გაკაჩეს, მილად რო ვთქვათ და თან მასკს თუ აკვირდებოდით, როგორ უყურებდა ამ პრეზიდენტს. ძალიან საინტერესო იყო, ხო და აი ეს არის სწორედ ახალი სტილი. ხა კარგია, ცუდია, არავინ არ იცის ზუსტად რა შედეგებს გამოიღებს, მაგრამ ტრამპისთვის და მისი ადმინისტრაციისთვის რომელიღაც ქვეყანაზე რაღაცის თქმა საერთოდ არ არის პრობლემა, ხო ხდები ხა თუ გადაწყვეტენ მოკიბულად არ იტყვიან. თქვენ პირდაპირ ეს ჩვენი ინტერესი ან არ არის. შესაბამისად არ არიან ხალხო ჩამოყალიბებული. არ არიან მართლა რუსეთს ელაპარაკებიან და აქ მხარი დაუჭირონ ძალას, რომელსაც რუსეთთან ომი უნდა, ესე არ არის ხა არასერიოზულია რა. აბსოლუტურად. არა, ნუ სიგიჟია რა. ყველაფერს გადაწყვეტს როგორც პარტია ამბობდა გენერალური ხაზის წინააღმდეგ იქნებიან მაშინ. კი, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება გადაწყვეტს. ეს ომი არის. ამიტომ ეს ტაქტიკური სიჩუმე ჩვენთან მიმართებით, ხო, ეს ძალიან კარგია ჩვენთვის. აი, ბევრს არ ესმის, ვიღაცა ითხოვს, რომ აი, რატო არ გვახსენებს ყოველდღე დღეში სამჯერ ბრიფინგი რატო იმართება? იმართებოდა ყოველდღე ორჯერ დილით და საღამოს ეს. ერთმა ჟურნალისტმა სინანულით მითხრა რომ აი ადრე ყოველდღე რომ გვაგინებდნო ეხლა გაქრა. ხო, ჯოულსონის ამარად არის. ისიც გაქრა ის აზერბაიჯანული წარმოშობის ჟურნალისტი. თურქი ხო? თითმებით. თურქი რო იყო, თურქი. რაპოღლუ თუ ხო. ის სადღაცა დაიკარგა აღარზე საერთოდ იქიმეებში რა ქვია. ხო და თან ეხლა კონფერენცია ჟურნალისტებისადმი ბაიდენს გაყვა ეთქვა. ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულება ტრამპისა ვიცით რაღაც არ მოეწონება და აგდებს თვითმფრინავიდან მე მგონი პარაშუტოდ. პირდაპირ ეუნება რა. ანუ 400 მილიონიანი თვითმფრინავი ეგეც უპრეცედენტო შემთხვევაა. 400 მილიონიანი თვითმფრინავი აჩუქეს და არ მოსწონს მაგ თვითმფრინავზე კითხვების დასმა და ეგრევე უხურებს. არა უთხრა ხო უპასუხა გაც დაითვალე რამდენი ტრილიონის ინვესტიცია ჩამოვიტანა იმ კატარიდან და მერე დამისვა ესეც სულელული. არა თან ეხ სახელმწიფო ბიუჯეტში პირად თვითმფრინავი ხო არ არის? არის სახელმწიფო ბიუჯეტს აჩუქა. ტრილიონები ჩამოვიტანა ინვესტიცია კატარიდან და სამივე იმ ქვეყნიდან სადაც იყო საუდეთიდან, კატარიდან და საემიროებიდან. კი ბატონო. ტრილიონები. კი ბატონო. ჯერ მარტო იარაღის გაყიდვა და სხვა შორის ამ იარაღის გაყიდვაზე ატყდა ერთი ამბავი გუში რომ კანონ პროექტი შეიტანეს ამ ვინც ყოფილი სამხედროების და იმის შეზღუდვა მონაწილეობა იარაღით ვაჭრობაში. და აპირებენ სერიოზულად მაგის განხილვას, რომ სამოქალაქო პირები, ყოფილი სამხედროები და სახელმწიფო პირები არ მონაწილეობდნენ არანაირად იარაღით ვაჭრობაში. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ 2023 წელს 81 მილიარდის იარაღით ივაჭრეს ყოფილმა გენერლებმა და სამხედროებმა და 2024 წელს უკვე 117 მილიარდით. და ეხა უნდათ რომ აი სტატია იყო იმ responsible statecraft-ში დღეს რომ ყინულზე უნდათ რომ დააყენონო ეს 80% ყოფილი გენერლების მონაწილეობს იარაღით ვაჭრობაში. სად არის ომის პარტია? აი ომის პარტია. რა თქმა უნდა, რომელსაც არანაირად არ აწყობს. ეს არის ომის პარტია. ხო, ზოგადად ტრამპის რუბიოსის ფრაზა არის კიდე სამხედროების ნაწილობრივი ეხება 12 ცენტი მიდი დოლარი და მიზნამდე. ხო, ზოგადად აი ტრამპზეც თქვა ხა გადაცემის დასასრულზე. ტრამპის სამყარო არის სხვათა შორის ძალიან გასაგები. ეს არის კაცი, რომელიც ბიზნესმენია თავისი არსით და არ მოსწონს ომები. ანუ ომი, რომელიც ბიზნესს ხელს უშლის. და არის გარიგების მომხრე. ოღონდ გარიგება, რა თქმა უნდა, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ უნდა დაიდოს მხოლოდ. და თავარი მისი ამოცანა არის ამერიკის გაძლიერება, მათ შორის ფინანსურადაც. ანუ არც ერთი იდეოლოგიის, არც ლიბერალურის, არც მათ შორის კონსერვატიულის ექსპორტს ეს არ დაიწყებს. არ აქვს ეს მიზნად. ის მოელაპარაკება ყველა ხელისუფლებას, რომელიც აკონტროლებს
იმ ქვეყნებს, სადაც მას აქვს ინტერესი. ზოგიერთ ქვეყანაზე შეიძლება საერთოდ თქვას უარი, რომ გადაანაწილონ ეს დიდმა ქვეყნებმა. ესე ხდება. რეალ პოლიტიკამ როგორც იქნა გაიმარჯვა. ჯერ კიდევ deep state-ის გამარჯვების გზაზე დგას. კი, იმიტომ რომ როგორც დინამო. იმიტომ რომ რატო აი ხა მე ვიტყვი და მე თქვენ თუ შეიძლება ყველამ კომენტარი გააკეთეთ. არაფერი კარგი არ მოუტანა სოფლიოს აი ამ манипуляციებმა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფული გადაიყარა აბსოლუტურად უნაყოფო იდეოლოგიის გაღვივებაში, გადაიყარა ძალიან დეგრადირდა მართველი კლასი, იმიტომ რომ რამოდენიმე წინადადება უნდა დაეზეპირებინათ და მხოლოდ ასე და შექმნა უდიდესი წინააღმდეგობები. რუსეთი რად გაიხადა, ჩინეთი რად გაიხადა და ამაზე წავიდა ძალიან ბევრი რესურსი. LGBT-ზე და NGO-ზე თუ რაღაცა სიგიჟეებზე წავიდა დიდი რესურსი, ამ გიგანტებთან ბრძოლაში წავიდა დიდი რესურსი, სანქციები რომ დააწესა, დოლარი გაუფასურდა, აღარ ენდობიან დოლარს, ესეც პრობლემაა. ანუ სანქციები კი არა, აქტივების დაპატიმრება რო დაიწყო, ხო? ბანკებს რა უქნა, შვეიცარიის ბანკების მაგალითზე ხო ვიცით არა, როგორ გააკოტრეს ბანკები. აი ამაზე რას ფიქრობთ, რომ ეს ეპოქა დამთავრდა იმიტომ, რომ არ გამოდგა რა. მე მგონია რომ ტრამპმა ძალიან ბევრი ისწავლა თავის პირველი ვადიდან. კი ბატონო. ეს არის აშკარა. როცა სხვანაირი იყო. აი ბატონი დავითს ლაბარაკობდა გაიხსენა ის პერიოდი, რა პრობლემები იყო მაგის პირველ ვადაში და მაშინ პრაქტიკულად დაცვა უწევდა ამ deep state და გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ. და ეხლა იმ თავის გამოცდილებით რაც იქ ნახა, გადავიდა შეტევაზე. ამ deep state-ის და ამ გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ გადავიდა არა მარტო კანონების შემოღებით და თავის ახალი იმების რა ქვია განკარგულებების გამოცემით. იმ წუთასვე როგორც კი პრეზიდენტი გახდა, მაშინვე არც დაუცდია, ერთი წამი არ დაუცდია. თუ გახსოვთ ინაუგურაციის მერე წავიდა იმაში რა ქვია თავისთან ოვალურ კაბინეტში და დაიდო ეს თავის განკარგა დაიწყო ხელმოწერა დაიწყო იმიტომ რომ გაკვეთილი პირველი იმიდან რა ქვია როცა ცოტა დააგვიანდა და მაშინ შიგნით აუჯანყდა და გარედანაც ამ deep state-მა ეწოლა განახორციელა, აი ეს გამოცდილება გაითვალისწინა ძალიან კარგად, ჩემი აზრით. ბატონო, ესე იგი გათვალა. კიდე ერთი გამოცდილება ვენს რო დაიყენებ ვიცე-პრეზიდენტად, მაგარი ნომერია. ხო, გუნდიც რა თქმა უნდა, იმ გუნდთან შედარებით ეხლა ეს გუნდი რო შეადარო. აბსოლუტურად სხვა. მე წარმომიდგენია ბიზნესმენისთვის რა შოკი უნდა გამოიწვია იმ ტრილიონებს, ხას უსვავ ტრილიონებს, რომელიც დაიხარჯა, დაიკარგა, გაიფლანგა ამ უამრავ ომში, უამრავ რაღაც ფერად რევოლუციებში და გადატრიალებებში, სხვადასხვა ბოდიში და წინადაცვეთის პროგრამების დაფინანსებაზე და ათეიზმის გავრცელებაზე ნეპალში და ნუ 1000 რაღაცა სისულელე, ხო? ეს ყველაფერი არის ტრამპისთვის ის დოვლათი რომელიც მათ დაასუსტა ამერიკის ეკონომიკა და ამერიკის საგარეო ვალი, რა ვიცი, გახადა რაღაც კატასტროფამდე, ხომ, მისული თანხების ეკვივალენტში და რა თქმა უნდა, მან ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმედია იმისთვის, რომ აი ამ სისულელეებს თავი დაანებოს, წერტილი დაუსვას და სუფთა პრაგმატულად მიუდგეს საქმეების, პროექტების განხორციელებას, რომელსაც სჭირდება ა. შვიდობა და B სტაბილურობა ეკონომიკური, რა, რეგიონალური სტაბილურობა, ხო? მას სჭირდება ეს, მას სჭირდება მაქსიმალური ეკონომიკური ეს ტყუილად დახარჯული თანხები გადმოისოლოს ამერიკისკენ და როდესაც ანტიამერიკულ მთავრობებზე მიდის ლაპარაკი, ხო? ნუ ბრიუსელი გამოდის პირველი ანტიამერიკული მთავრობა, რომელსაც 50%-იანი ტარიფები ხისტად დაუწესა, იმიტომ რომ ისინი პროამერიკულ პოლიტიკას არ ატარებენ, ხო, კონტინენტზე, ხო, ევროპაში და ამიტომ ვილსონმა ცოტა იქითაც გაიხედოს და ალბათ უსულას დაუსვას რაღაც შეკითხვები. თუ გადაუხდიან, გაიხედო. კი. ეგ არის. კი ბატონო. უღმეს მადლობა ბატონებო, ძალიან საინტერესო საუბარი შედგა, ხშირად მოგიწევთ, იმიტომ რომ სიმართლე რომ გითხრათ, მაინც კარგია რომ აქ ტემპერატურა მაღალი არ არის. ანუ ეს მცდელობები ფსევდოოპოზიციის, ხო? წარუმატებელია და უფრო სუსტებიან ისინი, იმიტომ რომ სიგიჟეებს აკეთებს, მოდი პირდაპირ თქვა, ესეთი რამე მე არ მინახავს რა. არა, ამდენი ხანია ვაკვირდები პოლიტიკას. და ეს არის უბრალოდ
ყოველდღიური ხარაკირი, რასაც ესენი აკეთებენ, ყოველდღიური. ანუ მართლა რაღაც თავის ბაბლში არიან მოცულები, რაღაცა ძალიან და იქიდან უნდათ რომ ესეთი იყოს სოფლიო. ბოდიში შალვა ხარაკირის და კამიკაძეობასაც ღირსება ჭირდებოდა ხო, მართალია, ხარაკირი სუიციდი დავაყო. ხო, სუიციდი, ხო. ოღონდ იმედი რო გაქვს რომ როგორ სუიციდი, იცი რომ ბოლოს რო გადაგარჩენ იმედი. კი, ჩამოხსნი. დიდი მადლობა ჩვენ მეგობრებო ერთმანეთს შევხვდებით მომავალ პარასკევს.